მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ჩერგოს ბენეფისი გვაქვს. ჯერ ინგათი დავიწყოთ, რაზეც შერგომ დააკუკა. მოკლედ ერთი შეწვი მეორე მოხარ. ზეძალთა დაპირისპირება, როგორც ვიცით, ჩუჟოი პროტივ ხიშნიკა, მაგრამ არც ერთი არც ჩუჟოია და არც ხიშნიკი ზეძალა არა. ოღონდ ჩუჟოიშიც და ხიშნიკშიც რაღაცა ბრუტალურ სიმპათიურს მოძებნი და ეთიკა აქვს ორივე. მაგარი ფილმია, რა ვიცი. არ, ეხლა ხიშნიკს განსაკუთრებით რაღაც თავისი მოღრალი აქვს და ბრძოლის კარგი, არ ვიდა, მაგრამ კინოზე გავუშვათ, ჯერ ინგა გავუშვათ. გავუშვით ინგა, ამორალურ და არაეთიკურ ხალხს ვსაუბრობთ. ინგა ხო გაქვს, მაგრამ ახლა დადგა დღის წესრიგში კითხვა, რას აკეთებს ოპოზიცია? თქვენ უხვებოდით წეღან, მოუთხრობთ მაყურებელს, მაგალითად ექსპერტები საუბრობენ იმაზე, დანაწევრებული ოპოზიცია ეხმარება თუ არა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებაში და გადავწყვიტეთ, რომ დღეს ეს შეკითხვები დაუსვათ ასევე პოლიტიკოსებს და ცოტა ხანში ამ სტუდიაში შემოვა ლელო ძლიერი საქართველოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, მე მასთან ერთად ვისაუბრებ ამ თემაზე. გვეყოფა მეგობრებო? მეც რომ ამ წამს გავიგე რომ ლელოს ძლიერი საქართველო ქვია. ლელოს იმენა ღონიერი საქართველო ქვია. ეს ანტიჟურნალისტი, სინდის გაყიდული ერთად წერება. არის ჩემო. ჩუნგი ჯაგა, დაბლოკილი ჯაგა, ანუ მიმართა. დაბლოკილი ყავში ადამიანის სინდისის ჭუჭყო. საკუთარი ნებით მონად გაყიდულო არარაობავ ოპოზიცია ინგას ოღონდ არ არის სასვენიშნები ოპოზიცია და ვისგანაც ტუფლის ფულს ელოდები იმის საჭურისებს წარმოაჩენ ოპოზიციად ანუ ჩვენ რო არ გვემატიჟებიო მე რო დაბლოკილი ყავარო და ამას კუპრაძეს უწოდა ლელოს ანუ ხაზარაძის საჭურისი იმ ხაზარაძისა რომელიც ტუფს ყიდულობს ინგასთვის. აი ესეთი რთული. ვერაფერში ვერ შევეწინააღმდეგები. ეს ის შემთხვევა, როცა საათი, გაფრთხილებული საათის კი დროს სწორად უჩვენებს. ეს არის ზეძალთა შევეწინააღმდეგები. მე გამონათებები, სადაც აი ამ გახრწნილ და მართლა ზნედაცემულ და ბოლომდე განადგურებულ, ბოლომდე დეფორმირებული მორალის მქონე ოპოზიციას ხანდახან გააკრიტიკებს ხოლმე. აქვს მას საკმაოდ სწორი აქცენტები მიშასთან პოზიციაში სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან პოზიციაში ნაცებთან ყველასთან ბიჭო გიჟია და ანუ ჩვენ მხოლოდ უნდა გაგვიხარდეს რომ ეს გიჟები და მზე ძალთა დაპირისპირება კიდე ამასთან არასოდეს არ უნდა გაგვიხვდეს გაკეთილშობილებული ვარიანტია გიხდებით რა და შერგო არის ადამიანი რომელმაც ალბათ უკადრებელი ვისაც უკადრია ერთ-ერთი არის იგარია კი ბავშვები პატარა ბავშვების ფოტოები რო გავოპინა ესენი წაიყვანა Facebook არამხანაშიო წაიყვანა მის მიმართ არასახარბიელო კომენტარების დამწერებს შვილების ფოტოები გამოუდო არამხანაში გაუშვითო მაგ კომენტარს და მაგარი ხო და ეხლა გავუშვათ ის თეზა რაც მიანიშნებს რომ ლიბერდებილური ძალები ლიბერალური დემოკრატიის რომელიც მოკვდა მისი ამფსონები საქართველოში ქართველი ლიბერდებილები არიან 92 წელში გავუშვით შეიძლება ისო როდესაც საარჩევნო პროგრამაში პარტია წერს რომ საქართველოს აღარ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი იმას რა ქვია დასავლეთსა და რუსეთს შორის ეს იმას ნიშნავს რომ საქართველოს სუვერენიტეტს თმობს იმიტომ რომ პატარა ქვეყნის სუვერენიტეტი შეიძლება გადარჩეს მხოლოდ და მხოლოდ ალიანსში ფიქცია პატარა ქვეყნის სუვერენიტეტი ალიანსის გარშემო და სხვა ალიანსზე რო ვილაპარაკოთ მე ვერაფერი ვერ მოვიცნობ მარტო დეკორს უყურები არა ზოგადად ალიანსი მხოლოდ ერთი თქვენ შინაარს შეძელით შესვლა მე მარტო დეკორებს უყურებდი დრო იქ ხო ბიჭო ლეგოს ხელოვნური ყვავილი ჰიჩკოკის შიტებიდან არა ვერაფერი ფოტო და რაღაც წიგნი რომელიც ვერ გავარჩიე რა წიგნი შინაარსი კონცერტი კიდევ ერთხელ გავიმეორებ თუ ვერ გაიგე გეტყვი ამბობს რომ ჩვენ ხო ამოვიღეთ ქართულმა ოცნებამ ამოვიღეთ საქართველოს საერთაშორისო კონტექსტიდან ამოვიღეთ როგორც დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის რაც 1000 უბედურებას გვიქანდა აი ამას რო აკეთებო სუვერენიტეტს კარგავო რაშიც ეგრე ვიყავით ამდენი წლის განმავლობაში მაგიტო იყო დასავლეთი გაფეთიშებული ვთქვა დღის წესრიგში საჯარო დისკურსში და რაც ყველაზე მთავარია მე ვიტყვი რომ სწორს ამბობს და რაც ყველაზე მთავარია ნახე ჩვენ საკითხები უნდა დავუყანოთ ძალიან პრიმიტიულ კატეგორიებამდე, იმიტომ რომ როდესაც ესე
დიდ ქვეყანას ეხება საქმე, ძალიან მარტივია საკითხები. აქ არ არის არც ერთ ადამიანს არ ჭირდება არც აკადემიური დიდი გამოცოდნა და არც რამე სერიოზული სამეცნიერო სტატიის საკითხვა და სამეცნიერო ნაშრომების საკითხვა, რომ ეს გაიგოს. ანუ ჩვენ რომ ჩავრთულიყავით რუსეთთან სანქციებში, ჩვენ რომ გაგვეხსნა მეორე ფრონტი, უშიშროების საბჭოს უფროსი, მაგალითად ის რომ მოგმართავდა უკრაინელი ანდაც ევროპელი ბიუროკრატები, აი რომ ჩავრთულიყავით, რა ეშველებოდა საქართველოს, ანუ აი ეგ მარტივი კითხვა, აი რა ეშველებოდა საქართველოს, ჩვეულებრივად დაიღუპებოდა, როგორც პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენო პლუს ამას გქონდნენო იქ გასვლასო, რა ქვია, პლუს გქონდნენო პარტიზანულ ბრძოლაში გასვლასო, ანუ დანგრეული ქვეყანა როგორ ექნებოდა, მე კიდე უნდა დავხოცილიყავით, ტყიდან უნდა გვეომა და რის გამო, საბოლოოდ რის გამო, რომ უკრაინასავით მივეტოვებინეთ. მაგრამ ეხლა და იდეა რა იყო, დიდი იდეა, აი რა არსებობდა, მითხარ ნატოს ერთი წუთი არა ამ პრიმიტიულ კატეგორიებს არ გავცდეთ. საბოლოო ჯამში იდეა რა იყო, რატო დაიწყო ომი? ნატოს გაფართოების გამო, ხო? ფართოვდება ნატო? არა, ვიწროვდება, ანუ საქართველოსაც ეხება ეს, ანუ ეს ომი ვინ წააგო ეხა? როგორც უკრაინამ და უკრაინის მეშვეობით რაღაც გარკვეული ალიანსები არიან ამერიკამ შეიძლება მოიგოს ფინანსურად, მაგრამ როგორც ალიანსი ნატო ძალიან უძლური გამოდგა და ევროკავშირიც უძლური გამოდგა. ვერავის ვერ ეხმარება და ამ მარტივ კატეგორიებს ვამბობ. ჩვენ რისთვის ნატოს გამო უნდა გვეომა, ერთხელ ხო ვიომეთ ავღანეთში. მეორეჯერ თითქმის მაგიტომ ვიო. ძალიან ბევრი საქეზებულები ვიყავით. კი ბატონო, ძალიან კი ბატონო. კი, მაგიტომ კი ბატონო. ძალიან ბევრი მსხვერპლი გავიღეთ და რა მივიღეთ სანაცვლოდ. და 8-ში რომ შემოიჭრნენ, ეს ნატოს მიერ საქეზებულები ვიყავით, უბრალოდ ამერიკელების მიერ. რომელსაც თქვენს საქართველოს გახდება ნატოს წევრი. მოდი კიდე ერთ ვიტყვი. უკრაინის მაგალითი ავიღოთ და მე შენ. უკრაინამ ზუსტად ალიანსში ყოფნა, რა ალიანსში კაცო, ხელის ბიჭად ყოფნა აირჩია ევროპის და ნატოს და ბაიდენის ადმინისტრაციის. და რა სუვერენიტეტი არც ქონდა მაშინ და ეხლა საერთოდ აღარ არსებობს ეს ქვეყანა ხალხი. ხო და აი ესეთი მავნებლები თვითონ უკრაინისთვის, აი მორჩით. არა, ეს ჩერგოს კი პასუხობ. არა, ჩერგოს კი. ხო და მე ჩერგონდა დავიცვა. არა, ჩერგოს კი პასუხობ. მე შმაკის ადვოკატი. პასუხობ ზოგადად იმ დისკურსს, რომელიც არსებობს და რომელიც 30 წლის განმავლობაში იყო რა, რომ ესე იგი საოცარ ტყუილს გეუბნებოდნენ და საჯარო სივრცეში ამის გაკრიტიკების საშუალებაც არ ჰქონდა. აი მეორე საკითხია თვითონ უკრაინის ლაპარაკობენ რომ სუვერენიტეტი თუ ალიანსი არ გაქვს, თუ ალიანსში არ ხარ, ესე იგი სუვერენიტეტიც არ გაქვს. ეს არის სისულელე. უკრაინის ომამდელი მოცემულობა ჯობდა თუ ეხლა? მაშინ იყო კარგი, ეხლა ასეთ აღარ არსებობს. რომელი ჯობია, კაცო, რამშობა? ხო. და როცა ტერიტორიები ქონდა და როცა ეკონომიკა ქონდა, ხო. ალბათ ეგ, ხო? ანუ მარტივად არის რა ყველაფერი, ამას არ ჭირდება ვინმე ავტორი. მარტივად დაიცავი. ორი ჩერგოარი ადამიანი, რომლისას თავისუფლება ასოცირდება კოკა-კოლასთან, რეიგანთან, ამერიკულ მარლბოროსთან, არა საქართველოში ნაყიდ მარლბოროსთან, არამედ დუტი ფრიში ნაყიდ ამერიკულ მარლბოროსთან და რომლისასაც რასაკვირველია სუვერენიტეტი არის, როდესაც ხარ ვასალი ქვეყანა, როდესაც სახდები, რასაც ჩაგძახებს ის უნდა მოსახო, როდესაც იქაური გენერალიტეტი როგორც გადაწყვეტს შენ საგარეო პოლიტიკას ზუსტად იმის მიხედვით უნდა გადადგა ნაბიჯები, ეს მოხდება შენი კულტურის, შენი ქვეყნის, შენი მოქალაქეების განადგურების ხარჯზე თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა. შენ როდესაც იქნები კარგი მსახური ქვეყანა ამერიკის არსებული ადმინისტრაციის, რომელიც რასაც მოგთხოვს, იმას შეუსრულებ, მისთვის ესაა სუვერენული საქართველო, მისთვის ესაა ილია ჭავჭავაძის გზის გამგრძელებელი საქართველო, ამიტომ იმ საკითხში რომ ჩერგო თვლის რომ სუვერენიტეტი შენიშნება ეგ არ არის და არის რაღაც სხვა, რაც მე ჩამოთვალე. არის გიჟი, ხო? შესაძლოა მისი პერსპექტივიდან სწორია. შენ გზაზე გაგიმოდეს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა ჩერგოს გზით სიარული. რა თქმა უნდა, ჩერგოს გზით დაწერა სტატუსით, ნახეთ თუ არა. ციხეზე. ბიჭო, უკვე ისეთ ხშირად წერს სტატუსებს, არ ვიცი რომელზე ამბობ. ციხეზე დაწერა სტატუსი. ბრავო. მოკლედ, მე მაგალითად წინაპირას შევკვეთე ქათამი და ამათ მომიტანეს სკუმბრია საშინელება. მე ხაჭაპური და ამათ მომიტანეს
ყრალი გაყინულის თავი. ბოდიში ერთ წამს უნდა შეგაჩერო. ეს ეხლა კითხულობ შენ პატიმარი სააკაშვილის ციხეში. მაცა შევიძინე თურქული ელექტროტაფა, მომზადება უნდაო რა. თურმე საკაში ამზადებს კიდევაც. ჩემ დროს ელექტროტაფა კი არა, რა იყო იცი აკრძალული? საათი. საათი რატო იყო აკრძალული? ხო საინტერესოა. იმიტომ რომ კომპასი შეიძლება გაკეთდეს. შეიძლება გათხარო და საათის მიხედვით ზუსტი მიმართულებით დახვიდე. უკვე მესამე ტაფა შევისყიდე. ვინაიდან ამ ტაფის ჩართვა უფრო საფრთხიანია, ვიდრე პარაშუტით გადმოხტება. წინა ორი ტაფა ამიფეთდა, შნურიდან ცეცხლი გამოვიდა და ამ დროს. ეხა უყურე და შემდეგის ტაფა. ხო და ვარ ასეთი გაწამაწიაში. ეხა ნახე. კამერაში რა ხდება. მთელი კედლები წინა ტაფების ნარჩენებში და შხეფებშია. ჟიგრით მაქო მოსურვილი არის მენა. ჩემი და ყველაფერს გარეცხვა უნდა და მე ჩემი გამოუცდელობით მთელი ორი კვირა ჭურჭელს ტუალეტის სარეცხი დომესტოტით ვეცხავდი, ხოლო იმას კი ტუალეტის ჭურჭლის სითხით იმას პირიქით რა. უნიტაზ ანუ 80 წლის ასაკში პირველად გარეცხა ტაფა? არაფერი არ გაურეცხავს. ეს რაღაცები ხდება. სადა. ქათამი ამოდის, მაო. ერთი პაჩკა სიგარეტზე და გისუფთავებს ვორკას აკეთებს. ციხეში სკუმბრიაზე აცხადებს პრეტენზიას მართლა ის შემთხვევა არის ბრეივიკი რომ ახურებდა რომ PlayStation 3-ია გამოსული და PlayStation 2 მაქო მეო კამერა. არ შეიძლება რა რაღაცნაირად რეტროსპექტივა. ზუსტად იგივეა ზმა. მე მახსოვს და ბიჭებს ახსოვთ ალბათ. ზუსტად ის ვაჭამოთ რასაც გვაჭრევდა პატიმი. აი ზუსტად მე არ ვთვლი რომ უნდა ვაჭამოთ ზუსტად ის რასაც ის აჭმევდა, შენ რასაც ყვები წვანე ბალანდა და და რო არ იჭმეოდა, არ მე მინდა რომ იმენა მეგის ქარდავას დაქვემდებარებაში მყოფი ციხის პატიმარი იყოს. აი იქნება ყველაზე სწორი მეგის ქარდავა მისი საშუალო. ანუ აღვადგინოთ მეგის ქარდავა. აი მარტო მაგისთვის. მეგის ქარდავა ხო ზის ახლა. კი. გდანში ზის ეგეც? აბა სად ეს გდანში ზის თუ რუსთავში? ეს არა, რუსთავში. რუსთავში. მეგის ქარდავაც რუსთავშია. ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები. თუ ორივე რუსთავშია, შეგვიძლია ეგრე დავალაგოთ. ოზების ციხეში იდებიან, ეგენი ყველა ვარი. შეგვიძლია ჩვენ ეგრე დავალაგოთ, რომ მეგის ქარდავაში უსახლდეს მიშას. იქ იყოს უსტაბაში. აი ეგ იქნება ყველაზე კარგი რასკლადი ძმაო. უი, ეგ წამებაა. ვისი? მეგის ქარდავაში. წამებასთან გათანაბრებულია. ვისი წამება? ეგ იქნება როგორი კანონზომიერება, იცი ძმაო? მეტი როა. მეგის ქარდავა რომ თავი დახაროს მიშას წინაშე. ხო და ორივესთვის მაშინ გამოდის რომ კანონზომიერია რა. რაც იქ მოხდება იქნება ყველაფერი კანონზომიერი. ხაბეშვილის მიმართვა ციხიდან აუდიო გვაქვს მარტო და ციხიდან კი არა სასამართლო კავშირი და სასამართლოდან მიმართვა ხაბეს. ვერაფერს ვერ გაიმარჯვებს სადა საკუთარ თავში არ დაამარცხებს შიშს. ო და კი შიში დინეთ მე გონიათ უსიამოვნებ ციხეში ყოფნა და არის უბრალოდ საშიში ძალიან საშიშია. მინდა თუ არ არის ცხადია არ მინდა. მაგრამ ზოგი ადამიანი ერევა თავის შიშს ზოგი ვერ. ო და ეს ერთი ადამიანის ინდივიდუალურ შიშებზე და იმას გარანტი. აქ არის ეროვნული საქართველოს დედიცნება დღეს და ყურები გამოიჩრიკეთ ყველა ცოტა აზიზე მოდით შვიდად მგზინავთ და ამ ქვეყნისთვის იბრძოლეთ. ან იმ ადამიანებს რომლებიც 60-70 წლის ციხეში ჩამყარეს სოციალური გაუცვლელები, დაავადებულები, ახალგაზრდა ბიჭები ციხეში სედან, გეტყოთ გამბედაობა და გამოდი და უცხარით რომ მაშინ იტანებსო სიმხალხა და გამოვიდეს ციხიდან, რატო უნდა იქნებ ციხეში? გეტყოთ გამბედაობა, რომ ეტყედაო ტელევიზორში ერთი ანობას უნდა, ერთი ანებიდან ისეც. მაშინ ეს გავაჩერეთ, კაი, ზედმეტი მოძდით, ეხლა ნუ კაცობს, ეს მართლა. აი, პერფორმანსი დაუდგია რა გინდა. პარცი დიკაპრიო. მე რას ამბობ, სირო? რა უნდა, ანუ თვითონაც თუ დღეში რო არის, სხვების გამოვიდნენ, თავის იდიოტობით რომ მოხდა იქა თუ რაღაცა განზრახვით და სხვების ციხეში ჩაჯდნენ თუ რა. არა, აქ თავარ ტყუილს რასაც ამბობს, დასაწყისში ვერას თქვა, არის რომ ციხე ძალიან საშიში არისო. ოღონდ ეს არ არის, ეს სხვა მიმართებით ამბობს მაგას, რომ ციხე საშიში არისო. ნაცი დღევანდელ ციხეზე არ უნდა ბედავდეს და არ უნდა ამბობდეს, რომ არის საშიში. იქნებ მაგას ვიღაც ტერმინს ნაცი თავის იმ გამოცდილებით, თავის იმ დამკვიდრებული ინსტიტუციონალური წესრიგით, რომელიც არსებობდა მათი 9 წლიანი მმართველობის მანძილზე ციხეში, ვერ უნდა ბედავდეს და ვერ უნდა ამბობდეს, რომ ეს არის საშიში. მაგალითად, როდესაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო პროპაგანდა დაიწყო ისე და ყველა შეთანხმდა ერთხმად, რომ არ შეიძლება არც ერთი რაღაცა მიტკალით
რაიმე ტიპის კრაველი. არანაირი იმ ტიპის განცხადების გაკეთება, რომ ნაცისტური გერმანიის პირობებში რაღაც არაადამიანურზე განსხვავებული ხდებოდა. გარკვეულ სისხლის როდესაც ჩვენ მივიღეთ სამყაროში რეალურად, როდესაც დღემდე გერმანელი ერი ამის ბრალეულობის ქვეშ არის. ჩვენ ქვეყანა, რომელმაც 21 საუკუნეში 9 წლის მანძილზე ვიწვნიეთ ზუსტად იგივე ტიპის რეჟიმი და იგივე ტიპის განხორციელებული ძალადობა ჩვენს თითოეულ მოქალაქეზე, როგორც გერინგს და ბორმანს და ასე შემდეგ არ შეეძლოთ და ვერ შეეძლოთ, რომ მსგავსი თავის გამომართლებელი სიტყვა ეთქვათ ნიურნბერგის პროცესიაზე და დღემდე არ არსებობს არანაირი არც კინო, არც საჯარო დისკუსია, სადაც იტყვიან, რომ რაღაცა ხო შეეძლოთ ამათაც ეთქვათ, რომ რაღაცა ეს პროცესი საშიშია და ეხლა ჩვენ სიკვდილით რატო გვჭირთ და ასე შემდეგ. ისი არ უნდა შეეძლოს არც ერთ ნაცს, არ კომენტარის გაკეთება არც ციხეზე, არც არაადამიანურ მოპყრობაზე, არც აქციის დაშლაზე და არც ყველა მე პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულზე, რაც მათ აქვს 9 წლის მანძილზე საქართველოზე განხორციელებული. ნაცები არიან და ნაცებთან გათანაბრებული მიახლოებული პირები არიან შავი ჭირი, პოლიტიკურად უნდა გაწყდეს, ეს ძალიან მალე მოხდება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში ალბათ მოხდება ეს საქმე ლოგიკურ ფინალამდე მივა. ჩვენ საზოგადოებაში უნდა რა თქმა უნდა მიმოვიხილოთ ჩვენს გვერდით ვინ არის და პოლიტიკური ბოიკოტი უნდა გამოუცხადოთ მათ. საქართველოში ვერანაირ დაუშლის ახლობლებთან და ძმაკაცებთან ურთიერთობას და პოლიტიკის გამო რა თქმა უნდა ადამიანები ერთმანეთი არ უნდა დავკარგოთ, მე ძალიან მიმძიმს რომ ეს რაღაც ეხება, მაგრამ პოლიტიკური იზგოები უნდა იყოს, პოლიტიკური იზგოები ყოფაშიც. და ეს ეხა გავუშვათ მეგობრებო გავუშვათ მეორე გვერდზე უფრო კაი ტიპები. ხუხაშვილი, ხო, გავუშვათ. რეჟიმი როდესაც აი ესე გიტევს, ხო, ის წავა ბოლომდე, ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ ის სადღაც გაჩერდება, ის არ გაჩერდება. ის უნდა ვითარდებოდეს. სულ უფრო მეტი და მეტი შეზღუდვები უნდა შემოქონდეს. იმიტომ რომ სხვანაირად თუ გაჩერდა, მას უჩნდება შიში, რომ გაჩერების შემთხვევაში შეიძლება ყველაფერი ჩამოიშალოს და ეხლა იმოქმედებს იქამდე სანამ ჩვენ სადღაც არ გავაჩერებთ, ხო? შენ გააჩერებ. არ გავაჩერებ და გაჩერდება იმ შემთხვევაში. შენ უნდა გააჩერებ, თვითონ გასაჩერებელი არის. მე ერთ ამას გეტყვი. ეგეთი ანეკდოტი არსებობდა, რომ სტალინმა დაიბარა მეტეო ბიურო რა, რომელიც პროგნოზებს აკეთებს და რამდენი პროცენტში არ ტყავთო და 40%-ში ვარ ტყავთო და პირიქით რო თქვათო ხვდები? დაახლოებით ესეთი ექსპერტია ეგ. ძალიან მაგარი ექსპერტია მეგობრებო. და პირიქით რო ძალიან. ანუ რასაც ეს ამბობ 100% სიზუსტით არ ხდება. ანუ ხვდები რა კარგია? როცა ეს რაღაცას ამბობს, ანუ ის გამორიცხულია რომ მოხდეს. აი მაგალითად ნიკა მელი არის, რომელსაც კაცი პირიქით დავარქვი. ბატონო და აი ესეც არის რა. იმიტომ რომ ყველა მისი პოლიტიკური განცხადება 180 გრადუსით საპირისპირო ჯდებოდა, ეს არის კაცი, რომელსაც ერთი პროგნოზი არ დაუსვამს, მე კიდე ერთხელ უნდა გავუსვამო ის პროგნოზი. პრიგოჟინიო საათების მიხედვით ეწერა, პრიგოჟინიო ეხლაო იმენაო მიდისო, მოსკოვს აიღებსო, პუტინს ჩამოაგდებსო, ეგ დაждდება სათავეში და მანდო იმენაო შეიცვლება რადიკალურად ყველაფერი, ომი დამთავრდებოდა და ჩვენცო იმენაო მაგარ შოკოლადში ვიქნებით. ხო, პრიგოჟინი. ხო და აი ნინო ჯანგირაშვილი აბა რა კონტექსტში ამბობს ამას. მუწიწებით უნდა გავუშვათ. ხო და აი ძალიან საინტერესოა. ნინო ჯანგირაშვილი ჩერგო, ცნობილი დაპირისპირება. რა კონტექსტში ამბობს ეხლა? ჯერ გავუშვათ და მე განვიხილოთ ეგ ძალიან საინტერესო იდეოლოგია. ჩვენ ყველას გვაინტერესებს ეხლა როგორ უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი, ხო? პრეზიდენტი მიმართავს შესაბამის ორგანოებს, გამოიწვიონ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიები, სხვა მიმართვებს გზავნიან, ხო? მაგრამ აი აქტიურმა ადამიანებმა, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმაც და რა ვიცი, აქტივისტი ყველანი რაღაც ერთ ნავში ვართ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ გაგრძელდეს, ანუ არ ჩააქროს ოცნება ეს თემა, პატივისცემა საიდან ერთვება? თვითონ ხუმრობებით, აი სუსის ესეთი რა
გასაგებია, ხო. ჩვენ ყველა გვაინტერესებს თუთიყუშებზე ლაპარაკით როგორ უნდა ჩააკრო. ანუ ეს პროცესი როგორ უნდა გაგრძელდეს ისე რომ თუთიყუშებზე ნუ ლაპარაკობთ მაშინ. ჯერ უკვე ჩამქრალია, მაგრამ მე არა, ხო, მე არ მინდა რომ თუთიყუშებზე მე რეალურად რაც მადარდეს არის ძაღლი. შენ იმიტომ რომ თუთიყუშის ბედი გავიგეთ, ბუმბული დაცვიდა. ძაღლი? ძაღლი არ ვიცი. ძაღლის ბედი ხო უნდა გავაგებინო. რა კარგად არის, აი ჭარბი რეალობა, რომელიც მე შენ გჭამს. თქვენი დედავატირე, ვაფშე არ არის საჭირო მთავრობის კონტრპიარი რა. რა თქმა უნდა, ვაკეთდება და ძალიან ხარისხიანადაც, მაგრამ კონტრპიარი რომ არ იყოს, წარმოიდგინე, ცოტა ხანი რომ დააცადო, სიგიჟეებში გადადიან თვითონ. გრიგოლია დიდი ორდენი უნდა მიიცეთ რა. მე აი BBC-ზე მოდის გარჩევები ბიბილაშვილი ბოკუჯავა. ბიბილაშვილი არის გილი და გაუშვა. ბიბილაშვილი რა ნაჩალნიკ მოხელია იქ გამახსენე. ბიბილაშვილი არის აქტივისტი, იყო ნაციონალური მოძრაობის საბჭოს, პოლიტსაბჭოს წევრი მე მგონი და არის იურისტი, კორპორატიული იურისტი. არა, ეხლა რა რეგალიით? ეხლა არ ვიცი, ეხლა არის Он просто член? კი ბატონო, ყურებიანი პენისი არის. ზაზა ბიბილაშვილი. Просто член. ჩვენ არასებს და დახურეს საქმე, ხო? აი მსგავსი რაღაცა არის ამ შემთხვევაში უბრალოდ მასშტაბი ამის არის განუზომლად დიდი და იმპლიკაცია არის მართლაც საკაცობრიო მნიშვნელობის. როდესაც გამოძიებამდე მე დარწმუნებული ვარ რომ მივა აქ ან დაწყებულია უკვე აი რა პირი უჩანს თქვენთვის როგორ გძნობს უბრალოდ ვარაუდებზე უნდა დაეფუძნოს. მე ვერ გამოვრიცხავ რომ ამგვარი გამოძიება დაწყებულია. თუ არ დაწყებულა, დაიწყება აუცილებლად ვინაიდან ეს არ არის ფაქტი რომელსაც აქვს რაღაც ხანდაზმულობის ვადა ან შეიძლება პოლიტიკური პასუხისგებლობით გადაიფაროს, ხო, წავა ოდესღაც ოცნება და ჯანდაბას რახან წავიდნენ, აღარ ვერჩით. ეს ვერ მოხდება. ეს არის ფაქტი, რომელიც უნდა გამოძიებული იქნას, გამოძიებული იქნება. აბსოლუტური კრეტინია, BBC-ი ფილმი აიღოს და ბოდიში მიხადოს და კომპენსაცია გადაიღოს. მოუწევთ. მე რა ხდება? აი მე ნუ რა ხდება რა. ამაზეც რო ვილაპარაკოთ. მე მგონია, რომ აი ამ ხელმოწარულ რადიკალურ ოპოზიციას აქვს პრინციპში ყოველ წამიერი რაღაც მოლოდინები. რომ აი ეხლა ეს მოხდება და ეს გვიშველის. თუ გახსოვთ სანქციების მოლოდინში რო იყვნენ, სანქციების როგორ ჯო ვილსონის, მაგრამ სანქციების მოლოდინში როგორ ერთმანეთს ესე იგი აფუშინგებდნენ, ერთმანეთს ყვებავდნენ ამით და აგიჟებდნენ. და გაისულელეს თავი, იმიტომ რომ რეალობას მოწყდნენ, ანუ სანქციებმა ვერაფერი ვერ უქნა რუსეთს, მაგრამ ჩვენთან მიმართებაში გახსოვთ ბოლოს ჩვენზე რო გადმოვიდნენ, პირადად ჩვენზე რო, აი როდის დაასანქცირებენ ამათ, მე გავიგე რომ ესენ დაასანქცირეს, ჩვენზე რო იყო ლაპარაკი. სანქციების ახალი პაკეტი მოდის. მე ხა მეგობარი აქტი. ხო, მაგრამ ისე მე ისე გულისხმობს გამოხატავ რომ რატო ვარო დასანქცირებულები ჩვენ მე არ ვიცი. და ეს მოლოდინები ძალიან მაგარი პროცესი. სადაც ყველა ასე უარგუმენტო და დასანქცირებული ვინც მეგობარი აქტი. ჩვენ რატო არა? მეგობარი აქტივის რეები გავაკეთეთ, გახსოვს ყველაზე მაგარი რა იყო. აბა თუ გახსოვთ. ეხლა გავაკეთეთ რას ნიშნავს? ქართველებმა გავაკეთეთ მეგობარი აქტის მისაღებად, ნუ და მეგობარი აქტის მისაღებად. დიდ რაღაცაზე რომ დავანთეთ ხო თუ გადავწერეთ დავწერეთ ანაკლიაში მეგობარი კოსმოსიდან ხო და მე გარემოს დაბინძურეს გაზონი რო გაკრიჭეს გარემო რო დააბინძურეს დავწერეთ სტატია რომ კოსმოსიდან ხო და ეხა ელოდებიან მოკლედ BBC-ს ჩინეთის დიდი კედელი და მეგობარი აქტი ხო და ეხა ელოდებიან მოკლედ BBC-ს რომელმაც ყოველად უარგუმენტოდ რაღაც სასაცილო წყაროებზე და რაღაც სასაცილო წყაროებზე დაფუძნებით და დაყრდნობით გააკეთა დოკუმენტური ფილმი და გამოაცხო სტატია, სადაც ამბობს, რომ ჩვენ გამოვიყენეთ სხვათა ქიმიური იარა. სულ რამდენიმე საათის წინ ჩვენთან ბრიტანეთის საელჩომ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენო BBC-თან კავშირი არ აქვს. რაშუაში ვართ BBC-სო, რასაკვირველიო ამ სიუჟეტზეო თავის პასუხებია. გვებხრობითო და არც მას CIA-ის პასუხი როც არის ხო ეს არც ვადასტურებ და არც არა ჩვენო არაფერს შეში არ აქვს. ჩვენ BBC-ის ორგანიზაცია. ბოდიში იმათ აქვს მოსახდელიო და ჩვენ ვუგთხოვთო ბოდიშს. ხო, იმიტომ რომ ხო, ტრამპმა შეუსრულდა უკვე ფული წამოიღო იქიდან. ტრამპის ბოდიში ფეხებზე კი. ხელა მაყუცედავება ძმაო. ტრამპს ვაფშე ფეხებზე კიდია. ბოდიში წამოიღო საფთიაქში გაიქიდებოდა. ტრამპის ბოლო ინტერვიუ პოლიტიკოსთან, პოლიტიკო არის ძალიან სერიოზული და
დედას არაგინებს, ეგ მართალია, ზელენსკის და ევროპას დედას არაგინებს. დანარჩენი ყველაფერია, ნათქვამი, რომ ევროპა კვდება, ევროპას ემიგრაციული პოლიტიკა კლავს ევროპას, პარიზი და ლონდონი საეზღარი ქალაქებია, პარიზი არის გინებაზეც გადავმართ ის ემიგრანტების კომენტარი ხო კარგი დედა უტირე მაინც დავასრულო და ვინ გამოეხმაურა კაია კალასი რა თქვა კაია კალასმა იმენა ისტორიის კარგად ბევრი სათქმელია ამერიკაზე მაგრამ სხვა ქვეყნებში არ ვერ სხვა ქვეყნის საქმეებში არ ვერევითო ბიჭო კაია კალასი მარტო საქართველოს და კაია კალასი არ უნდა დაგვაუწყდეს ყველა ჩვენ მოგორებმა კიდე ერთხელ უნდა გაიგოს იქ როგორ კაია კალასი არ არის სწორი ზოგადად სხვის საქმეებში კაია კალასი არის ის ბიუროკრატი რომელიც ის რომ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირს არანაირი დამსახურება არ აქვს ეგ არის ჩინოვნიკი რომელიც სტალინსა და ჰიტლერს ერთნაირად წარმოჩენს ეს არის დანაშაულიო არა ეგ სხვა არის კიდე მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა კავშირის და შესაბამისად საქართველოს დამსახურება არანაირი არ აქვს გამარჯვებაში ანუ მაგ კალიბრის კრეტინიზმს როდესაც ამბობს საჯაროდ და თან ამას როგორ ამბობს იცი ანუ მაგ მოსმენას რომ მაგ გამოსვლას რომ მოусმენ რომ აი ისტორიის არ მცოდნე ხალხი რომ ამტკიცებსო რომ საბჭოთა კავშირის როლი დიდი არისო მეორე მსოფლიო ომის მოგებაშიო აი ეგ ადამიანს როგორ კაია კალასი რომ გათხარო კარგად მაგის ბაბუა იქნებოდა ესტონელი ფაშისტი ძალიან ბევრი ესტონეთი იყო ფაშისტების მოკავშირე ქვეყანა ძალიან ბევრი ფაშისტი სწავლობდა და მუშაობდა და მოღვაწეობდა მოხდა ახლა არ გავუწყებსო ლატვიაც ბალტიისპირეთი მაგრამ ესტონეთი იყო გამორჩეული იმენა ჯიგრული ფაშისტური ქვეყანა ო აი დადიოდნენ ჯიგრულად რა კაი გიორგი ახობაძე რა ჭირდება მაგსაკითხს თუ გინდა გავშალოთ ეგ საკითხები რა აი ეგ დავასრულოთ ბარემ იმიტომ რომ ესენი გავუშვით რაღაცა მშვენივრად დავაგონოთ თაზოდატნაშვილი გავუშვით ბარემ და მე გავშალოთ კაი არა რა გეხო წაი კარგია კარგს ამბობ და უნდა თქვას ამას აი დეგენერატია სრული ახლა მე როგორ გავუწყვითო თაზზე ვთქვა ტროტუარზე პროტესტს უკრძალავენ ადამიანებს ანუ პროტესტის აქ შეზღუდვა დავიდა იქამდე რომ ტროტუარზე რამოდენიმე კაცის შეკრებაც ესეთი ძველი თბილისური გამოთქმა სამი კაცი ბანდააო აი ესეც უკვე დასჯადი ტანკლეტი იცის რა აი რო კაცობენ და ყარაჩოღელობენ ხო და ევროპა რეალურად მართლა დგას საიმიგრაციო კრიზისის ეკონომიკური კრიზისია პოლიტიკური რაღაცა კორექტულობის თავისი ლიბერალური დემოკრატიის თავისი იდეოლოგიის ესე იგი მძევალი გახდა და ალბათ ამაში ყველაზე დიდი როლია და ტრამპი განსაკუთრებით ამიტომ უწევს თორე ტრამპსაც და თვითონ ამერიკასაც ჰქონდა ეს საიმიგრაციო პოლიტიკა და ლიბერალური დემოკრატიის პრობლემები ამერიკაშიც ძალიან სერიოზულად არსებობს მაგრამ ნახე აქ რა მოხდა უბრალოდ რადგანაც deep state-ის ჩვეულებრივი ევროპული რედაქცია არის ევროკავშირი და შესაბამისად ევროპული თქვათ ოფისია აი ეს ევრობიუროკრატია იმიტომ რომ ეს ევრობიუროკრატები ერთი არ გამოხატავენ საკუთარ ქვეყნებს და მეორე არ გამოხატავენ ევროპულ იდეოლოგიას ევროპული იდეოლოგია ნამდვილად არ არის რა ლიბერალური დემოკრატია ევროპული იდეოლოგია არის რევოლუციური მემარცხენეობა უფრო ძლიერი თქვათ დღევანდელი შეიძლება კულტურული მარქსიზმი დავარქვათ ამას მაგრამ კულტურული მარქსიზმი არასოდეს არ იტყვის აი ეხლა თქვენ რასაც არჩევდით რომ სტალინი და ჰიტლერი ერთი და იგივეა შესაბამისად ეს არ გამოხატავს ნამდვილად ევროპას და ევროპას ჭამს ნამდვილად ის თქვათ პოლიტკორექტული ის საიმიგრაციო პოლიტიკა რაც დაუწესეს მათ აქედან რაღაცა გამორჩეული ქვეყნები არიან რომლებმაც მოახერხეს და თავი აარიდეს მას მაგალითად პოლონეთი იყო რომელმაც ეს რეპატრიაციის პროგრამა შემოაგდო ამ ემიგრანტების მიღებისგან დამოუკიდებლად კვოტები კონსერვატიული ქვეყანა და ეკლესია იყო უნგრეთი რომელმაც ძალიან ბევრი ემიგრანტი მიიღო და შემდეგ ამაზე იყო რეაქცია უკვე ურბანი და ასე შემდეგ მაგრამ არიან ის ქვეყნები რომელმაც ეს ვერაფრით ვერ უშველეს არის ეს დიდი სიხარული სკანდინავიის ქვეყნები მთელი პრობლემა რა არის თვითონ ამ ქვეყნებში არ არის
საჯარო სივრცე სადაც გამოხვალ და ამას ილაპარაკებ. მედია დახურული. ხო, ამაზე გიჭერენ ხო, პარტიებს აუქმებენ. ბრიტანეთში არის ეს პრობლემა, სადაც 14,000-მდე ადამიანი დაიჭირეს, ოღონდ რამე მოწოდებების და იმის გამო კი არა, სადაც აზრი დააფიქსირეს, რომ აი ჩვენ არ გვინდა ამდენი ემიგრანტი მარტივად რა, ჩვენ სამუშაო ადგილებს ქსენოფობია. ნუ იქ სიგიჟეშია გადასული მართლა ბრიტანეთი. გერმანიის კანცლერი საჩივრებს წეს დანარჩენი ვინც ვერ გააჩერეს, ზოგი მოკლეს, მაგალითად გერმანიაში ეს AfD-ს ძალიან უცნაური кейსი იყო. ამდენი პოლიტიკოსი ერთად გარდაიცვალა, იჭერენ. რუმინეთს და მოლდოვის მაგალითი იყო ძალიან მარტივად, სადაც დაიჭირეს პირდაპირ არჩევნების შეცვალეს, გააუქმეს და ეხლა ამას ჩვენ ვლაპარაკობთ რამდენი ხანია, ხო? ბოლო 2 წელია, 3 წელია განსაკუთრებით. აგერ ამერიკა ეუბნება ზუსტად იგივეს, რომ ნადგურდებით ჩვეულებრივად. სიტყვებს ეუბნება ამერიკა, აი პირდაპირ გეტყვით რა. დუგინი, რასაც ამბობს ტრამპი იმეორებს. დიდი ნადგურდება ნამდვილად. ხოდი მაგაზე ნუ ვიდარჩით. ჩვენ თავი დაგვანებთ რა. ჩვენ დაგვანებებთ. დიდი მადლობა იმისთვის, რომ გვიყურეთ, მეგობრებო, ჩვენ ხვალ შევხვდებით ერთმანეთს. ააბზანეთ.